ფსიქოლოგია არის ადამიანური სფერო და როგორც მინიმუმ ფსიქოლოგს სინდისი უნდა გააჩნდეს. მაგის გადამოწმება კი ძალიან რთულია. როდესაც შენ კომპიუტერი მიგაქვს შესაკეთებლად, შენ ფეხებზე გკიდია ხელს ან სინდისი აქვს თუ არა. ფეხებზე გკიდია ის პიროვნულად კარგი ადამიანია თუ ცუდი. ფსიქოლოგს კი პირდაპირ შეუძლია შენ სინდისზე, ან შენი ცოლის სინდისზე გავლენა. ფსიქოლოგს შეუძლია სინდისი ჩაახშოს მასში, ან პირიქით გამოავიძოს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ფსიქოლოგია სულ სხვა რამ არისო. ყველას სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ სხვა რამ არის. ყველას სულ ფეხებზე ჰკიდია, რა წერია 58 წელს დაწერილ წიგნში. თანამედროვე ფსიქოლოგია არის ახალი პროდუქტი და მისი უკვე არსებული აუდიტორია და მათ შორის პოტენციური აუდიტორიაც უკვე მილიონებს აჭარბებს. მილიონობით ქალი ინტერესდება და ეგ ყველაფერი რაც დრო გადის, მით უფრო კრებს პოპულარულობას. უკვე ყველა ძაღლმა იცის პირადი საზღვრების შესახებ. ყველა ძაღლმა იცის როგორ უნდა იღებოს სწორად რომ დაიცვას თავისი პირადი საზღვრები. ამასობაში ტრენდული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან ოჯახისთვის გამოსადეგი ქალი არის და კომპლექსებული პიროვნება, რომელიც ფობიებით არის გატენილი. მისი ქმრისადმი მორჩილი, მოზომილი და მზრუნველი დამოკიდებულება კი აღიქმება როგორც არანორმალური მდგომარეობა, როგორც პათოლოგია. ის რომ ის კეთილია, ემპათიის უნარი აქვს, პატიება შეუძლია, არ ღიზიანდება, ეხმარება ახლობლებს იმის მიუხედავადაც კი რომ ეგ მისთვის არ არის ეგოისტურად მომგებიანი, ეგ თურმე პათოლოგიაა.